მოგესალმებით მეგობრებო, ყველას თქვენთან არის ძველებურად ბლიზარდი და დღევანდელ ვიდეოს სანამ დავიწყებთ, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ 1400 გამომწერისთვის. ეს ჩემთვის დიდი სტიმულის ნიშანია და ამიტომ მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. ახლა დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება კუდიან ურჩხულებზე, იგივე ბიჯუზე. არხზე ეს ვიდეო იდო, მაგრამ რატომღაც YouTube-იმ გადაწყვიტა 1 წლის მერე ამ ვიდეოზე copyright-ი დაედო, ასე რომ გადაწყვიტე აღმედგინა ეს ვიდეო. მოკლედ ბევრი რომ არ გავატრაკო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. კუდიანი ურჩხულები, იგივე ბიჯუ, გიგანტური არსებები არიან, რომლებიც სამყაროში ჩაკრის ფორმით არსებობენ. ამიტომ ზოგჯერ მათ ჩაკრას ურჩხულების ჩაკრასაც უწოდებენ. ერთმანეთისგან ისინი გარეგნობითა და კუდების რაოდენობით განსხვავდებიან, რომელიც 1-დან 9-მდე მერყეობს. 9 კუდიანი კურამას თქმით, კუდიანი ურჩხულის ძალის დონე მისი კუდების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ერთკუდიანი შუკაკუცკი შინობთა უმრავლესობაზე ბევრად ძლიერია. კუდიანი ურჩხულების ჩაკრა წითელი ფერისაა. კუდიანი ურჩხულები მოაზროვნე არსებები არიან, მათ პიროვნების ყველა ნიშან-თვისება აქვთ და ადამიანების მსგავსად მათი ხასიათით ემოციებითაა მართული. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის იძულებით ემსახურებოდნენ კონკრეტული ერთი პიროვნების ან დაჯგუფების მიზნებსა თუ ინტერესებს და მათ ხელში უბრალო იარაღებს წარმოადგენენ. თავდაპირველად მხოლოდ ერთკუდიანი დემონი, ათკუდიანი ურჩხული არსებობდა, რომელიც ძალიან გაუდა ადამიანს, რომლის შესაძლებლობები თითქმის განუსაზღვრელი იყო. თუმცა 6 გზის განდეგილმა თავისი რენეგანის წყალობით მისი დამარცხება შეძლო. მან ურჩხული საკუთარ სხეულში ჩაბეჭდა და პირველი ჯინჩურიკი გახდა. სიკვდილის წინ მან ათკუდიანის ჩაკრა 9 ნაწილად დაყო და ამგვარად 9 ცალიკუდიანი ურჩხული შექმნა. შიბეკუ ტენსეის მეშვეობით მან ათკუდიანის სხეული ქვის უზარმაზარ სფეროში გამოამწყვდია და ამგვარად შექმნა მთვარე. ათკუდას ჩაკრისგან წარმოქმნილი ახალგაზრდა ურჩხულები ჰოგოროვომ გარშემო შემოიკრიბა. მათ სახელები შეურჩია და უთხრა, რომ ისინი ყოველთვის ერთად იქნებიან, მაშინაც კი, როდესაც განცალკევდებიან და ერთ დღეს ისინი კვლავ გაერთიანდებიან და გაიგებენ თუ რა არის ნამდვილი ძალა. როცა ამის დრო მოვა, მათ წინამძღოლი ეყოლებათ. ალბათ უკვე ყველამ კარგად ვიცით, ვიზეც არის ხომ საუბარი. ეს პიროვნება მათ სწორ გზაზე გაუძღვება და კვლავ გაერთიანებს კუდიანებს. კუდიან ურჩხულებს განსხვავებული სახელები და ფორმები აქვთ. ჰოგოროვო ოცუცუკის იმედი ჰქონდა, რომ კუდიანები იმისგან განსხვავებით, რომ მის შიგნით აღარ იყვნენ, ისინი სწორ გზაზე წასვლას მოახერხებდნენ და გაიგებდნენ თუ რა არის რეალური ძალა. დამალული ფოთლების სოფლის დაარსების პერიოდში ჰაშირამა სენჯომ რამდენიმე ასეთი კუდიანი დაიჭირა და მშვიდობის ნიშნად ყველა სოფელს თითო გაუნაწილა, რითაც ისინი ერთმანეთთან გაათანასწორა. ჰაშირამას სიკვდილის შემდეგ კუდიანი ურჩხულების დამორჩილება სოფლებმა ვერ მოახერხეს, რის გამოც მათი ადამიანებში ჩაბეჭდა წამოიწყეს. ასათ ადამიანებს ჯინჩურიკები ეწოდებათ. მათ ძირითადად კაგეს ოჯახის წევრებისგან შეარჩევდნენ, რათა ისინი მუდმივად სოფლის ერთგუნი ყოფილიყვნენ და საჭიროების შემთხვევაში დაეცვათ იგი. როგორც წესი, ჯინჩურიკებს ურჩხულთა მართვა ძალიან უჭირთ. უფრო მეტიც, ხშირად თავად ექცევიან მათი კონტროლის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ კუდიანი ურჩხულების მართვა ზოგიერთი შინობი დოძიუსის მეშვეობით ახერხებს. ასეთია მადარა უჩიჰა, ტობი, იგივე ობიტო უჩიჰა და უკვე უჩიჰა სასკე. არსებობენ ეგრეთ წოდებული ფსევდო ჯინჩურიკებიც. ამის მაგალითია ოქროსა და ვერცხლის ძმები, რომლებიც ერთ დროს კურამამ ანუ 9 კუდამ გადაყლაპა. დემონის მუსელში მისი ხორცის შეჭმის შედეგად ძმებმა ურჩხულის ჩაკრის დიდი რაოდენობა შთანთქეს და ჯინჩურიკის მსგავსი შესაძლებლობები მიიღეს. კუდიანი ურჩხულებით განსაკუთრებით აკაცუკი იყო დაინტერესებული. მეოთხე მსოფლიო ომის დაწყების დროს მათ უკვე 7 ცალი კუდიანი ჰყავდათ დაჭერილი. მას შემდეგ, რაც კაბუტო იაკოშიმ გადაცვლილ შინობებს გააცოცხლებს, ტობი 6 კუდიანს მათი ყოფილი ჯინჩურიკების სხეულში ჩაბეჭდავს და პეინის 6 გზას შექმნის. შემდგომ კი მათ ჩაკრას გარეთ გზის დემონურ ქანდაკებაში გადაიტანს. 10 კუდიანი იგივე ჯიუბი პირველ ყოფილ დემონს ეწოდება, რომელიც 6 გზის განდეგილმა დაამარცხა და მისი ჩაკრა 9 ნაწილად დაყო, როგორც უკვე გითხარით. ამგვარად შექმნა 9 ცალი კუდიანი. მათი ჩაკრის შერწყმით მადარა უჩიჰა 10 კუდიანის გაცოცხლებას გეგმავდა, რათა მისი ჯინჩურიკი გამხდარიყო და მთვარეზე თავისი შარენგანის გამოსახვით მთელი სოფლიო დაუსრულებელ გენძიუსის ზემოქმედების ქვეშ მოექცია, მაგრამ მას ეს გეგმა ჩაუფლავდა. ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ 9 კუდიანი ურჩხულთა პატარა ისტორიას და მათ სახელებს, ისევე როგორც მათი ჯინჩურიკების, თუ რომელი კუდიანი რომელ სოფელს მიეკუთვნებოდა და რომელი ვისში იყო ჩაბეჭდილი. შუკაკუ იგივე ერთკუდიანი სუნოგაკურეს გარას სხეულში იყო ჩაბეჭდილი. გარეგნობით
დაახლოებით იგი ტანუკის გავს. მას შემდეგ რაც გაარას დეიდარა გაიტაცებს, აკაცუკი მას სუკაკუს ჩაკრას ამოაცლის. მატატაბი იგივე ორკუდიანი კომოგაკურეს იოგიტო ნიში იყო ჩაბეჭდილი. იგი ჰიდანმა და კაკუზომ დაიჭირეს, რის შედეგადაც აკაცუკი მას მატატაბის ჩაკრა ამოაცალა. ამ კუდიას კატის გარეგნობა აქვს. მეოთხე მსოფლიო ომის დროს იგი ხელმეორედ ჩაბეჭდეს რეინკარნირებულ იუგიტოს სხეულში. ისობუ იგივე სამკუდიანი გიგანტურ კუს გავს. მისი ჯინჩური კი კირიგაკურეს მეოთხე მისუკაკე იაგურა იყო, რომელიც დეიდარამ და ტობიმ დაიჭირეს, რის შედეგადაც აკაცუკი მას ისაბუს ჩაკრა ამოაცალა. თუმცა მეოთხე მსოფლიო ომის დროს ეს ურჩხული ხელმეორედ ჩაბეჭდეს რეინკარნირებულ იაგურას სხეულში. სონგოკუ იგივე ოთხკუდიანი მას მაიმუნის გარეგნობა აქვს. მისი ჯინჩური კი როში იუგაკურედან იყო, რომელიც კი ისამე ჰოშიკაგიმ დაიჭირა და აკაცუკის გადასცა, რომელმაც მას ურჩხულის ჩაკრა ამოაცალა. მეოთხე მსოფლიო ომის დროს სონი ხელმეორედ ჩაბეჭდეს რეინკარნირებულ როშის სხეულში. კოკუო ხუთკუდიანი ურჩხულია, რომელიც იუგაკურეს ჰანში იყო ჩაბეჭდილი. ეს უკანასკნელი აკაცუკიმ შეიპყრო და მას კოკუოს ჩაკრა ამოაცალა. აღსანიშნავია, რომ კოკუო ერთ-ერთია იმ ორი კუდიანი ურჩხულს შორის, რომელიც აკაცუკიმ ანიმე სერიების მეორე ნაწილის დაწყებამდე შეიპყრო. მეოთხე მსოფლიო ომის დროს კოკუო ხელმეორედ ჩაბეჭდეს რეინკარნირებული ჰანის სხეულში. საიკენი ექვსკუდიანი გიგანტური ლოქორაა, რომელიც კირიგაკურეს უტაკატაში იყო ჩაბეჭდილი. ეს უკანასკნელი ნაგატომ შეიპყრო, რის შემდეგაც აკაცუკი მას კუდიანი ურჩხულის ჩაკრა ამოაცალა. მეოთხე მსოფლიო ომის დროს საიკენს ხელმეორედ ჩაბეჭდავენ რეინკარნირებულ უტაკატას სხეულში. ჩომეი შვიდკუდიან ურჩხულს კვია. იგი კაკიგაკურეს ფუში იყო ჩაბეჭდილი. ფუ აკაცუკიმ შეიპყრო და მას ჩომეის ჩაკრა ამოაცალა. ჩომეიც ერთ-ერთია იმ ორი კუდიანი ურჩხულიდან, რომელიც აკაცუკიმ ანიმე სერიების მეორე ნაწილის დაწყებამდე შეიპყრო. მეოთხე მსოფლიო ომის დროს მას ხელმეორედ ჩაბეჭდავენ რეინკარნირებული ფუს სხეულში. გიუკი იგივე 8 კუდიანი, იგი გარეგნობით ხარს წააგავს. მის კუდს 8 საცეცი აქვს, რომელიც 8 ფეხას საცეცებს გავს. მის ჯინჩურის კუმუგაკურეს კილერბი წარმოადგენს. უწინ იგი კილერბის ბიძაშვილის მამაში, შემდეგ ბიძაშვილის ბიძაში, შემდეგ კი ბიძაშვილში იყო ჩაბეჭდილი. გიუკი მეოთხე მსოფლიო ომში მადარა უჩიჰას მიერ იყო ჩაბეჭდილი, მაგრამ საბოლოოდ იგი ნარუტომ და სასკემ გაანთავისუფლეს. კურამა 9 კუდიან ურჩხულს ქვია. მას 9 კუდიან დემონ მელასაც ეძახიან. მისი ჯინჩური კია კონოჰას ნარუტო უზუმაკი. ეს ურჩხული თავდაპირველად მიტო უზუმაკიში იყო ჩაბეჭდილი. სიკვდილის შემდეგ კი მას ნარუტოს დედა კუშინა ჩაენაცვლა. კურამა მეოთხე მსოფლიო ომში მადარამ ჩაბეჭდა, ხოლო შემდეგ კი ის ნარუტომ და სასკემ გაანთავისუფლეს. მოკლედ კუდიანების და ჯინჩურიკების პატარა ისტორიას რო გვერდი ავუაროთ, ახლა პატარა ინფორმაციას გაგაცნობთ ყველა ბიჯუზე. ერთკუდა შუკაკუს დამორჩილება ძალიან რთულია, რადგან ყოველ 3 მთვარეს მას სისხლის წვრილი კლავს. აი როგორც თინეიჯერ მგელშია აქციებზე ეგრე რა. გიუკიმ იგივე 8 კუდამ თქვა, რომ შუკაკუ ვერ იტანს 9 კუდას, რადგან ის ამბობს, რომ კუდიანი ურჩხულების ზალა კუდების რაოდენობით განისაზღვრება. ამ რიგით შუკაკუ ყველაზე სუსტი გამოდის. შუკაკუს გააჩნია ქარის, მიწის და მაგნიტის ელემენტები და ასევე მას შეუძლია ქვიშის მართვა. ორკუდა იგივე მატატაბი, იგი კატას წააგავს, რის ძალის ძალიან სხარტი და მოხერხებული. ის ასევე არის ძალიან გულკეთილი. დანარჩენი კუდიანების მსგავსად მატატაბისაც შეუძლია ბიჯუს ბომბის გაკეთება. იგი ასევე ფლობს ცეცხლის ელემენტს. სამკუდა იგივე ისობუ, იგი კუს წააგავს, მას ცალი თვალი დაზიანებული აქვს. ასევე მისი ყველაზე ძლიერი იარაღი არის, რომ მას ძალიან ძლიერი კუდი აქვს. ის იყენებს წყლის ელემენტს და შეუძლია გენჯიუზუს გამოყენებაც. 4 კუდა იგივე სონგოკუ, რომელიც გორილას წააგავს. მას 4 კუდზე აქვს რაღაცა წამონაზარდები. ასევე აქვს თავზე რქები და პირში ეშვები. იგი ასევე არენდობა ადამიანებს, რადგან ის ფიქრობს, რომ ადამიანები მათ მხოლოდ იარაღად მიიჩნევენ, მაგრამ როდესაც ნარუტოს შეხვდება, ის აზრს შეიცვლის. ასევე მას გააჩნია დიდი ფიზიკური ძალა. ასევე მისი ელემენტებია ცეცხლი, მიწა და ლავა. დანარჩენი კუდიანებისგან განსხვავებით ის ისწრაფით განსხვავდება და ასევე იგი ძლიერიცაა. მისი ელემენტებია ცეცხლი და წყალი და მისი შეერთებით იგი იღებს ბოილის ელემენტს. ოღონდ ეს ქართულად როგორ ითარგმნება არ ვიცი. 6 კუდა საიკენი, იგი ლოკოკინას წააგავს და მთლიანად ლორწოთია დაფარული. მისი ტექნიკაა მჟავა, იგი ასევე იყენებს წყლის ელემენტს. 7 კუდა ჩომეი, რომელიც ყველა კუდიანისგან განსხვავდება იმით, რომ მას ფრთები აქვს და ფრენა შეუძლია. მისი ერთ-ერთი ტექნიკაა მწერის ნაკმენი. მას არ გააჩნია
გააჩნია არც ერთი ელემენტის უნარი. 8 კუ და გიუკი იგი წააგავს 8 ფეხას. მას აქვს თავზე რქები, რომელიც დაიზიანა რაიკაგესთან ბრძოლისას. მას შეუძლია ერთდროულად პატარა ბევრი ბიჯუს ბომბის ისროლოს. მას არ გააჩნია არც ერთი ელემენტის უნარი. 9 კუ და კურამა, რომელიც მელიას წააგავს. მას აქვს ძალიან უზარმაზარი კბილები და ბრჭყალები. ნუ მახვილი შეგვიძლია დავუძახოთ. ერთი შეხედვით იგი ყველაზე ძლიერი კუდიანია, თუ 10 კუდაც არ ჩავთვლით. მას შეუძლია ძალიან ძლიერი ბიჯუს ბომბის გაკეთება. ასევე იგი ძალიან ბევრ ჩაკრას ატარებს და მისი ჩაკრა ადამიანებისთვის მავნებელია, რადგან იგი ოპონენტს წვავს. ასევე როგორც ცონი არც კურამა ენდობა ადამიანებს, მაგრამ დროთა დრო, როცა იგი უზუმაკი ნარუტოს უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა კუდიანების დახმარებას, ჰოგორომოს სიტყვები გაახსენდა, რომ ისინი ერთ დროს კვლავ გაერთიადებოდნენ და მას ჰოგორომოს ნაანდერძალიც უწოდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა ნარუტოს გვერდიგვერდ ებრძოლა. და მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. თუ მოგეწონათ, იგი დაალაიქეთ, გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგესურვებათ, გაუზიარეთ იგი თქვენს მეგობრებს. ახლა მოდი მე ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ და დაგემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ვიდეოში. აბა, კარგად.